უკვე ჩამთავრდა სოფლად რთველი დაყურძნის კრეფა, აზოვებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა, სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად, გოლიათი მსმელი კახელთა დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა სუფრას გახედა. ორწყნივად ჩანდნენ ჟალ ჩოხებში ღვინის მსმელები, ღვინოს წყურადად ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ. მანჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე უკან და მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა 100,000 მიულოცალ ხინი თავადთა და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა სვეს უმოწყალოთ ღვინვებით ცეცხლის ქვევლები მერიქიბეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები მოფარ დაგულზე გაიშხლარდნენ მსმელი კაცები ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაცისა, როცა ლავაში დახურული სეფა დაიქცა, როცა დაიმსხვრა სასმისები და დაილია მაშინ გულბაათ ჭავჭავაძეც გადაირია როგორც ერდროს შედან ჭილაძე და იერიში მიიტანა ძველ ჭინჭილაზე ბატონიშვილო ეგ ჭინჭილა გადარჩა მარტო აუსეთ ღვინით ამ მიართვით ჭინჭილა ბატონს შეტორტმანებულს ნახევარის არდელია წყენით წამოწდა ეს ოხერი რომ არ გათავდა გახედა სანთლებს მოეჩვენა ერთი ათა და თვალ დაუბრუნელდა გამოეცლა მუხლებში ძალა წაი ბორძიკა წაი ფორხილ წაი ბანცალა და ნაცოხნარი გაბერილი როგორც კამეჩი აზდა კარგული გაიშლართა შუა ღამეში შეინძრა ჭერი იატაკმას გაიჭრიჭინა თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა გალაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში სუფრის ბოლოში ხითხითებდა მთვრალი ბახუსი თითქოს იტყოდა მასპინძელო ეგრა კაცია ქვებრებს ანთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია გაიშრიალენ სადღაც ვერხვებმა გააკანკალა უნაფს არა მე ფეხი კი არ მეშლება ეს დედამიწა ბრუნავს